კიდევ ერთი каранტინი. ამჯერად გემზე ვირუსის გავრცელების გამო 1700 ადამიანი მოხვდა каранტინში. აი ესე გამოიყურება უსაფუძვლოდ პანიკის დათესვა, კლიკბეითი და რეალობის იმ კუთხით წარმოჩენა, რომ ადამიანმა შიშიდან გამომდინარე აუცილებლად წაიკითხოს ნიუსი და უყუროს ვიდეოს. სინამდვილეში კი ჩვეულებრივი კარგად ნაცნობი ვირუსი წარმოჩინდება როგორც ახალი პანდემიის და უბედურების წყარო. მოიცა რა გამოდის, რომ ტყუილია და ადამიანები არ არიან ამ გემზე каранტინში? საქმეც ეგ არის, ფაქტი თვითონ სიმართლეა, მაგრამ ვირუსი, რომლის გამოც ეს ადამიანები იზოლაციაში მოექცნენ, არის კარგად ნაცნობი ნოროვირუსი, რომელიც მე პირადად საავადმყოფოში უხშირესად მინახავს, განსაკუთრებით გერიატრიულ განყოფილებებში, თუმცა ეს ჯერ პანდემიის და ესეთი პანიკის წყარო არასდროს არ გამხდარა. ეს არის ვირუსი, რომელიც ძირითადად კუჭ-ნაწლავის სისტემის მწვავე ინფექციებს იწვევს, აი ჩვენთან რომ ენტეროვირუსებს ეძახით. და ცნობილია იმით, რომ კლინიკებში, ესეთ კრუიზებში და საბავშვო ბაღებში მარტივად ვრცელდება, რადგან მას ზედაპირებზე შეუძლია გაძლება დღეებიდან კვირების განმავლობაში. და რაც მთავარია, ძალიან სწრაფად ვრცელდება ვირუსის რამდენიმე ათეული ნაწილაკიც კი საკმარისია, რომ ადამიანი დაავადდეს, თუმცა დაინფიცირებულების უმრავლესობა ჩვეულებრივად რამდენიმე დღეში მკურნალობის გარეშეც კი გადაიტანენ ამ ვირუსს. პრობლემური ეს ყველაფერი შეიძლება იყოს პატარა ბავშვებში და რა თქმა უნდა ასაკიან ადამიანებში. რადგან ამ მასიური ფაღარათისა და გულისრევის შედეგად ადამიანი ძალიან ბევრ სითხეს და ელექტროლიტებს კარგავს, რამაც მაგალითად ასაკში შეიძლება გამოიწვიოს ცირკმლის უკმარისობა, ჰიპოვოლემია, პულსისწრაფთა სისტემის კოლაფსი და შოკი. თუმცა ამ ყველაფრის თავიდან არიდება შეიძლება ადეკვატური რაოდენობის სითხეების და ელექტროლიტების მიღებით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ნუაყვებით ესეთ კრიტიკულად წარმოჩენილ ნიუსებს, ყოველთვის გადაამოწმეთ წყარო და თქვენ თვითონ გაანალიზეთ, არის თუ არა ეს ახალი ამბავი პანიკის საფუძველი. ხშირად სათაურები გამოიყენება მხოლოდ იმისთვის, რომ ამ შოკის ეფექტით რაც შეიძლება მეტი ნახვა დააგროვოს. თუ სანდო და გადამოწმებული სამედიცინო ინფორმაცია გაინტერესებს, იცი რომელი არხით უნდა გამოიწერო. აქაც და YouTube-ზეც.